იცი რა, ჩვეულებრივად, როცა მათემატიკაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის წარმოგვიდგენია რაღაც აბსოლუტური ცივი სიზუსტე. თითქოს ეს არის სამყარო, სადაც ყველაფერი ინჟინერიასავით მკაცრია. კი, ეგრეა ნამდვილად. 2+2 4-ია და ეგაა. ხო, ზუსტად 2+2 არის 4. და თუ სადმე, ვთქვათ, განტოლებაში ერთ პატარა შეცდომას დაუშვებ, მთელი სისტემა იმსხვრევა, როგორც მინის კოშკი. აბსოლუტურად. ერთი არასწორი ციფრი და ყველაფერი წყალში იღრება. მაგრამ აი წარმოიდგინე შენ, ჩვენო მსმენელო, რომ არსებობს ტერიტორია, სადაც ეს მინის კოშკი არათუ არ იმსხვრევა შეცდომისას, არამედ რაღაც აუხსნელი გზით საკუთარ თავს კურნავს. ჩვენი დღევანდელი სიღრმისეული განხილვა სწორედ ამ ტერიტორიაზე შეგვიყვანს. და იცი, ჩვენი მისია დღეს მართლაც ფუნდამენტურია. ჩვენ ხელთ გვაქვს ქართველი მკვლევარის, დათოს უკიდურესად საინტერესო ჩანაწერები. ხო, ეგ ძალიან სპეციფიკური მათემატიკური აქტებია. დიახ. კერძოდ აქტი ნომერი D001 და D002. ეს არ არის უბრალოდ მორიგი მშრალი სამეცნიერო ნაშრომი. ეს დოკუმენტები ფუნდამენტალურად ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმაზე, თუ რა არის სინამდვილეში რიცხვი π. ვაუ, ეგ მართლა დიდი განაცხადია. კი. და გარდა ამისა, ხსნის, როგორ შეუძლია მათემატიკურ სისტემას დამოუთიდებლად თავისითი ფუნქციონიროს. და რაც მთავარია, როგორ ხსნის ეს აღმოჩენა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გენიოსის რამანუჯანის საიდუმლოს. კარგი. მოდი ეს დეტალურად განვიხილოთ. და სანამ ამ ახალ თვითგანკურნებად მათემატიკას შევეხებით, უნდა გავიხსენოთ ის, რაც სკოლის მერხიდან გვახსოვს. ტრადიციული ხედვა. ხო, ტრადიციული ხედვა π-ზე. კლასიკური მიდგომით π არის წრეწირის სიქცის შეფარდება მის დიამეტრთან. შენ, მსმენელო, უბრალოდ წარმოიდგინე გრაფიკი თავისი x და y ღერძებით. ცენტრით ნულში. ზუსტად. თუ შენ ამ გრაფიკზე დახატავ მრუდს, სადაც თითოეული წერტილი ცენტრიდან ზუსტად ერთი ერთეულითაა დაშორებული, მიიღებ კლასიკურ სკოზის განტოლებას, ანუ y უდრის ფესვი 1 - x კვადრატიდან. კი, ეგ არის კლასიკა. ასე გვასწავლიდნენ, რომ ეს არის π-ის საწყისი წერტილი. წმინდა გეომეტრიული ფიგურა. ხო, ეგრე გვასწავლიდნენ, მაგრამ როგორ თვლიან ამ მრუდის სიგრძეს სინამდვილეში, კლასიკურ ანალიზში. ჩვენ ვიყენებთ ზღვრებს და ინტეგრალებს. მოდი ეგ ცოტა ვთარგმნოთ. სიამოვნებით. თუ გინდა გამოთვალო ამ წრეწირის სიგრძე, შენ მას რეალურად ყოფს უსასრულოდ მცირე ნაბიჯებად. წარმოიდგინე, რომ ამ მრუდზე მიდიხარ ძალიან პატარა, სწორხაზოვანი ნაბიჯებით. გლური ხაზი კი არა, პატარა ტეხილებია. აი ზუსტად. თითოეული ეს ნაბიჯი რეალურად ქმნის მიკროსკოპულ მართკუთხა სამკუთხედს. შენ გაქვს პატარა ჰორიზონტალური ძვრა, პატარა ვერტიკალური ძვრა და მათ შორის გავლებული ჰიპოტენუზა. კი ბატონო. და π ჩნდება როგორც ამ მიკროსკოპული ჰიპოტენუზების ჯამის ზღვარი, როცა ეს ნაბიჯები უსასრულობისკენ მიისწრათვის. იცი, ეს პროცესი ყოველთვის მაგონებს კომპიუტერულ ეკრანზე პიქსელებს. აი შენ ახლა რომ მიხვიდე და შენს მონიტორზე ძალიან ახლოდან შეხედო დახატულ წრეს. რა მოხდება? კვადრატებს დაინახავ. ხო, შენ იქ მრუდს საერთოდ ვერ დაინახავ. დაინარღავ მხოლოდ კუთხოვან, ოთხკუთხა უხეშ პიქსელებს, ჩვენ შემთხვევაში ამ პატარა ჰიპოტენუზებს. ზუსტი ანალოგია. მაგრამ როცა უკან იხევ შორიდან, ეს პიქსელები იდეალურ გლუვ მრუდის ილუზიას ქმნიან. ამიტომ ამ წყაროების კითხვისას ერთი ძალიან უცნაური კითხვა გამიჩნდა. რა კითხვა? თუ ეს ნიშნავს, რომ მრუდი როგორც ასეთი ბუნებაში რეალურად არ არსებობს და ის მხოლოდ სწორი ხაზების დისკრეტული ნაბიჯების ილუზია? ვაუ, ძალიან ღრმა და ზუსტი შეკითხვაა და იცი რა? სწორედ აქ იმალება ამ კვლევის პირველი დიდი საიდუმლო. მართლა? კი. წყაროების მიხედვით პასუხი არის დიახ. გეომეტრიული წრეწირი, რომელსაც ჩვენ ასე ვეტრფით, არის მხოლოდ ილუზია. თუ ცოტა ფილოსოფიას მოვიშველიებთ, ეს არის უბრალოდ პლატონისეული გამოქვაბულის კედელზე არეკლილი ჩრდილი. რეალობა სხვა რამეა. ზუსტად. ჩვენ ვხედავთ გლუვ წრეწირს, მაგრამ მის მიღმა სტრუქტურულ დონეზე. მხოლოდ რიცხვების დისკრეტული, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარე ოპერაციებია. და აქ ჩნდება მთავარი ლოგიკური პარადოქსი. აბა გისმენ. თუ პ-ის მისაღებად წრეწირი როგორც ფორმა საერთოდ არ გვჭირდება და ყველაფერი მაინც სწორხაზოვან ალგებრულ გამოთვლებამდე მიდის,
მაშინ რა ქმნის რეალურად პის? საიდან მოდის ეს კონსტანტა თუ არა გეომეტრიიდან? აი, ზუსტად აქ ტოვებს დათოს აღმოჩნდა ტრადიციულ გეომეტრიას და გადადის სუფთა რიცხვების შეიძლება ითქვას იდუმალ სამყაროში. კი, ეგრეა. ჩვენ წყაროში გვაქვს მოცებული ერთი კონკრეტული ფორმულა. ერთი შეხედვით ელემენტარულია. 2 ხარისხოდ 4-ს პლუს 3-ის კვადრატი უდრის 2-ს პლუს 3-ის კვადრატს. ხო, მოდი მსმენელისთვის ეგოდნავ გავშალოთ, რომ უფრო გასაგები იყოს. კი ბატონო. 2-ის მეოთხე ხარისხი არის 16. 3-ის კვადრატი არის 9. 16 პლუს 9 არის 25. მეორე მხარეს კი გვაქვს 2-სა და 3-ის ჯამი, ანუ 5. და 5 კვადრატში ასევე არის 25. მოკლედ 16 პლუს 9 უდრის 25-ს. მოიცა ეგ ხომ უბრალოდ კლასიკური პითაგორას სამეულია, ანუ კათეტი 3, კათეტი 4 და ჰიპოტენუზა 5. ზუსტად. 3-ის კვადრატს პლუს 4-ის კვადრატი უდრის 5-ის კვადრატს. მაგრამ იცი რა არის აქ საოცრება? ეს სტრუქტურა აგებულია მხოლოდ და მხოლოდ 2 ციფრის, 2-სა და 3-ის გამოყენებით. და აქ ყველაზე მომაჯადოებელი ის არის, რომ შემოდის ახალი ტერმინები, დათო ამ ფენომენს უწოდებს გექსადურ რიტმს. გექსადური რიტმი ჟღერს როგორც რაღაც მუსიკალური. ხო, რაღაცნაირად ეგრეცაა. და ის საუბრობს ლოგოსებზე. ანუ რა არის ეს ლოგოსი? ამ ახალ თეორიაში რიცხვები 2 და 3 არ არიან უბრალოდ ციფრები, რომლებსაც სათვალავად ვიყენებთ. აბა რა არიან? ისინი არიან ფუნდამენტური პრინციპები, ძალები. რიცხვი 2 სიმბოლიზირებს სიბრტყეს, ანუ დუალურობას, ორგანზომილებიან დაპირისპირებას, ხოლო რიცხვი 3 სიმბოლიზირებს მოცულობას, მთლიანობას. ანუ 2 და 3 სივრცეებს გავს ერთგვარად. კი, რაღაც მაგდაგვარია. სიტყვა გექსადური, რაც 6-ეულს უკავშირდება, ანუ 2-ჯერ 3, გამოხატავს სწორედ ამ 2-ის სიბრტყისა და მოცულობის მუდმივ დინამიკურ ურთიერთქმედებას. და თავად ფისად არის ამ დროს. ამ თეორიის მიხედვით π არის ჰარმონიზაციის კოეფიციენტი ამ ორ ლოგოს შორის. ის არის შედეგი, რომელიც მიიღება სიბრტყისა და მოცულობის უსასრულო დაპირისპირების და გაწონასწორების პროცესში. ანუ რეალურად ჩვენ არ ვხაზავთ წრეს ფანქრით ფურცელზე. წყაროში პირდაპირაა ახსნილი ეს მექანიზმი. ჩვენ ვიღებთ ეუკლიდეს ძველ ფორმულას, რომელიც პითაგორას სამეულებს აგენერირებს. აჰა. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ერთხელ გამოვთვალოთ, ჩვენ მას ვიყენებთ რეკურსიულად. აი შენიწყებ ამ 2 და 3-ით, ატარებ ფორმულაში და იღებ ახალ რიცხვებს. მერე რა ხდება? მერე ეს ახალი რიცხვები ისევ უკან შეგაქვს ფორმულაში, როგორც ახალი საწყისი წერტილი. და ასე ვაგრძელებთ უსასრულოდ. თითოეული ეს იტერაცია ქმნის ახალ, უფრო მცირე კუთხეს. კი, რომელიც ნელ-ნელა უხილავი მიკროსკოპული ნაბიჯებით ეხება ცენტრს. ზუსტად, ეხება ცენტრს და ქმნის წერტილების უსასრულო სიმრავლეს. და თუ შენ ამ წერტილების მიერ შექმნილ პერიმეტრს გამოთვლი, იღებ ზუსტად პის. მექანიზმი ზუსტად ეგრე მუშაობს. მაგრამ მოიცა ერთი წუთით. ცოტა დავამუხრუჭოთ. მე აქ უნდა შეგეპასუხო როგორც სკეპტიკოსმა. მიდი აბა. ჩვენ ხომ მაინც ისევ სამკუთხედებს და პითაგორას თეორემას ვიყენებთ. ანუ თუნდაც რეკურსიულად ვაკეთებდეთ ამას, განა ეს უბრალოდ გეომეტრიის ალგებრით შენიღბო არ არის, რა იცვლება ფუნდამენტალურად. ეგ ძალიან კარგი კითხვაა. ერთი შეხედვით მართლაც ასე ჩანს. ვიზუალურად ჩვენ კვლავ ვაშენებთ წერტილებს სიბრწყეზე, რომლებიც საბოლოოდ წრეწირს ქმნიან. ხო, ანუ იგივეა, ოღონდ სხვა ენაზე. მაგრამ კონცეპტუალურად არსებითად იცვლება ყველაფერი. ლოგოსურ თეორემაში 2 და 3 მოქმედებენ არა როგორც გეომეტრიული სიდიდეები, სიგრძე ან სიგანე, არამედ როგორც ფუნდამენტური იტერაციული ძრავები. აჰა, გეომეტრია აქ მეორადია. ზუსტად. გეომეტრია არის უბრალოდ ამ ძრავის მუშაობის შედეგი, ერთგვარი გამონაბოლქვი. და მთავარი მტკიცებულება იცი რა არის? წყაროს მიხედვით, თუ ჩვენ დავიწყებთ სხვა ნებისმიერი საწყისი ლოგოსით. ანუ არა 2-ით და 3-ით. ხო, დაუშვათ ავიღეთ 5 და 7. თავად იტერაციის შინაგანი სტრუქტურა, ეს მათემატიკური ძრავა, მაინც პისკენ მილტვის. მართლა? კი. ანუ თავად პროცესია პირველადი და არა ის გეომეტრიული ფორმა, რომელსაც ის სიბრტყეზე იღებს. ვაუ,
ეს უკვე სერიოზულად ცვლის სურათს. აი, აქ ხდება ყველაფერი მართლაც საინტერესო. იმიტომ რომ თუ ყველაფერი ამ საწყისი პრინციპების იტერაციაზეა დამოკიდებული, მაშინ ჩვენ მივადექით აქტს ნომერი D001. ეგ ყველაზე რადიკალური ნაწილია. ნამდვილად. ეს დოკუმენტი აცხადებს არც მეტი, არც ნაკლები ეილერის მათემატიკის კრახს. ახლა, ჩვენ ხომ ვიცით, ლეონარდ ეილერი თანამედროვე მათემატიკის ერთ-ერთი გიგანტია. მისი დანატოვარია თითქმის ყველაფერი. კი, კლასიკური ტრადიცია გვასწავლის, რომ პი არის ბუნებაში აღმოჩენილი უნივერსალური კონსტანტა. თითქოს ის სადღაც კოსმოსში უკვე არსებობდა და ჩვენ უბრალოდ ვიპოვეთ. და დათოს თეორემა რას ამბობს? დათოს თეორემა ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს. პი სულაც არ არის აღმოჩენილი, ის არის კონსტრუირებული, ის არ არის ბუნების ურყევი კანონი. ჩვენ, ადამიანებმა, უბრალოდ შევთანხმდით, რომ სიგრძისა და დიამეტრის ფარდობა არის ბუნებრივი. მოიცა. ეგ ძალიან სერიოზული და თამამი განაცხადია. ანუ შენ ახლა მეუბნები, რომ ხვალ რომ უცხო პლანეტელები ჩამოფრინდნენ დედამიწაზე, მათ შეიძლება საერთოდ არ იცოდნენ რა არის პი. წრეწირი ხომ ყველგან წრეწირია, დედამიწაზეც და მარსზეც. ეგრეა, ფიზიკური ფორმა ერთია, მაგრამ ის რიცხვითი კონსტანტა, რომლითაცა ისინი ამ ფორმას აღწერენ, სულაც არ არის აუცილებელი, რომ 3.14 იყოს. ეგ როგორ? წარმოიდგინე, რომ უცხო პლანეტელებმა თავიანთი მათემატიკის საწყის ლოგოსად აიღეს არა 2 და 3, არამედ სხვა რამ. და რაც მთავარია, მათ შეიძლება წრეწირის სიგრძე შეაფარდონ არა დიამეტრთან, არამედ რადიუსთან, ან სულად ფართობთან. და სხვა რიცხვს მიიღებენ. ზუსტად. დათოს კვლევა ამტკიცებს, რომ თუ საწყის ლოგოსებად სხვა რიცხვებს ავიღებთ და სხვა ნორმირების წესს გამოვიყენებთ, ჩვენ შეგვიძლია ამავე იტერაციული ძრავით შევქმნათ სრულიად სხვა კონსტანტები. მაგალითად? მაგალითად, ოქროს კვეთა P. ან ეილერის რიცხვი E. ეს კონსტანტები იმდენადვე ბუნებრივი გახდებოდა იმ სისტემისთვის, როგორც ჩვენთვის არის P. ეს იმას გავს, შენ წარმოედგინე, რომ მთელი ცხოვრება ვთამაშობდით ჭადრაკს, ხო? დარწმუნებულები ვიყავით, რომ ცხენის ის უცნაური, ელის ფორმაზე სიარული სამყაროს ერთადერთი ფიზიკური კანონია. ხო, სხვანაირად არ შეიძლება. ზუსტად. და უცებ მოვიდა ვიღაც, აიყო ზუსტად იგივე დაფა, ზუსტად იგივე ფიგურები და გვიჩვენა, რომ შეგვიძლია სრულიად სხვა, თანაბრად ლოგიკური თამაში ვითამაშოთ, სადაც ცხენი სულ სხვანაირად დადის. იდეალური ანალოგია, ნამდვილად. ფილოსოფიურად ეს ეკვივალენტურია არაევკლიდური გეომეტრიის აღმოჩენისა. იცი, როცა ლოვაჩევსკიმ და ბოიაიმ თქვეს, რომ პარალელური ხაზები შეიძლება გადაიკვეთოს. ხო, ეგეც შოკი იყო თავის დროზე. კი, მათ ამით არ დაუნგრევიათ ეუკლიდეს გეომეტრია. უბრალოდ აჩვენეს, რომ ის არის მხოლოდ ერთი არჩევანი უამრავი ვარიანტიდან. ახლა კი ვხედავთ, რომ ეს რიცხვითი კონსტანტებიც უბრალოდ ადამიანური არჩევანის შედეგია. მაგრამ ისი ამ ახალი წესებით თამაშს კიდევ ერთი სრულიად შოკის მომგვრელი თვისება აქვს, რაც მათემატიკას რაღაცნაირად ცოცხალ ორგანიზმს ამსგავსებს. დიახ, აქ უკვე მივედით აქტ ნომერ D002-თან, ჰომეოსტატური რეკურსია. ეგ არის ყველაზე საინტერესო. ტრადიციულ მათემატიკაში ხომ იცი, თუ გამოთვლისას მეოთხე ნაბიჯზე შეცდომა დაუშვი, ეს შეცდომა მერე მრავლდება, გროვდება და ბოლოს პასუხი კატასტროფულია. ეგ არის კლასიკური გამოთვლის სისუსტე. მაგრამ დათოს მიერ აღწერილი ეს ახალი იტერაცია ავლენს გამოთვლითი ჰომეოსტაზის ფენომენს. მოდი ავხსნათ ეს როგორ მუშაობს. მიდი. წარმოიდგინე, რომ ეს ფორმულა ქმნის ერთგვარ მათემატიკურ ატრაქტორს. გრავიტაციულ ორმოს. სისტემა იწყებს გამოთვლას ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის პის მნიშვნელობისკენ. და რა მოხდება, თუ ამ პროცესს განზრახ დავასაბოტაჟებთ? წყაროში აღწერილია ექსპერიმენტი. მესამე ნაბიჯზე რიცხვებს განზრახ ამრავლებენ 1 მილიონზე. ანუ შეგაქვს კოლოსალური შეცდომა. წესით ხო უნდა დაინგრეს სისტემა? წესით კი, მაგრამ აქ ხდება წარმოუდგენელი რამ. სისტემა არ ინგრევა. მართლა? როგორ? იმიტომ რომ ეს არა ის წრფივი განტოლება. როცა შენ ერთცვლად ზრდი მილიონჯერ, შემდეგ იტერაციაში ეს გიგანტური რიცხვი შედის ახალ განტოლებაში, სადაც ის ურთიერთქმედებს სხვა ცვადებთან. სისტემა ამ შეცდომას ანაწილებს ფანტავს. ვაუ! და ვინაიდან საბოლოო პასუხი დამოკიდებულია არა აბსოლუტურ სიდიდეებზე, არამედ მათ ფარდობაზე, ეს გრავიტაციული ორმო ქაჩავს შედეგს უკან.
სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ სისტემა ყლაპავს ამ შეცდომას და უბრუნდება პის ზუსტ მნიშვნელობას. ეგ უბრალოდ დაუჯერებელია. ანუ იქცევა ზუსტად ისე, როგორც ბიოლოგიური ორგანიზმი. შენ რომ ახლა გვისმენ, უბრალოდ წარმოიდგინე. გაიჭერე ხელი, შენი უჯრედები იწყებენ გამრავლებას და ჭრილობა თავისით ხორცდება. ეკოსისტემების აღდგენასაც გავს. ხო, ტყეში ხანძარი გაჩნდა და განადგურდა ნაწილი. ეკოსისტემა ნელ-ნელა აღიდგენს ბალანსს. და ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მათემატიკური ძრავა აკეთებს აბსოლუტურად იგივეს. ის კურნავს თავის თავს. თუ ამას უფრო ფართო სურათს დაუკავშირებთ, ეს ტექნოლოგიური რევოლუციის ტოლფასია. აბარა, წარმოიდგინე, რომ აშენებ ხელოვნურ ინტელექტს ან სამედიცინო მოდელს. დღეს ხომ ერთი ბიტის შეცდომაც კატასტროფაა, მაგრამ ასეთ მოდელში შეცდომის დაშვება აღარ არის ფატალური, რადგან ალგორითმი თავად ასწორებს მას. რას ნიშნავს ეს ჩვენი ტექნოლოგიური მომავლისთვის? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით არა მყიფე, არამედ სიცოცხლის უნარიან სისტემებს, მაგრამ იცი რა, ეს თვითგანკურნებადი თვისება მარტო მომავლის ტექნოლოგიების გასაღები არაა, ის ხსნის წარსულის ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ საიდუმლოს. აი მანდ მინდოდა მოსვლა. თუ საწყის წერტილს მნიშვნელობა არ აქვს და სისტემა მაინც პისკენ მიდის, ეს პირდაპირ უკავშირდება ინდოელ გენიოს, შრინივასა რამანუჯანს. ნამდვილად. მსმენელს ალბათ გაგონილი აქვს მის შესახებ. ადამიანი, რომელსაც ფორმალური განათლება არ ჰქონდა, იჯდა ინდოეთში და წერდა აბსურდულად გრძელ ფორმულებს პისთვის. აი საიდან მოიტანა ის რიცხვები 9801 ან 1103? 10 წლეულების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო გონებები გაკვირვებულები იყვნენ ამ ფორმულებით. მაგრამ დათოს კვლევაში მოცემული სპეკულაციური ფორმულების თეორემა ყველაფერს ხსნის. როგორ? რადგან რეკურსია თვითგანკურნებადია, შენ შეგიძლია აიღო ნებისმიერი სრულიად შემთხვევითი რიცხვი, გაატარო რამდენიმე იტერაციაში და მიიღებ ზუსტ პის. აი წყაროში მოცემულია იდეალური მაგალითი. საწყის რიცხვებად აღებულია 23 და 17. შენ შეგიძლია მსმენელო სახლში აიღო შენი დაბადების თარიღი ან სახლის ნომერი? კი. იღებ ამ 23-ს და 17-ს, ატარებ ამ რეკურსიულ სისტემაში, სულ რაღაც 5-6 ნაბიჯის მერე სისტემა ფიზიკურად ივიწყებს საიდან დაიწყო, ის შთანქავს ამ რიცხვებს როგორც შეცდომას და გაძლევს პის. და მერე შეგიძლია ეს უკუ ინჟინერიით ჩაწერო როგორც საშინელი გრძელი ფორმულა. ვინმე რომ შეხედავს სიტყვის, ღმერთო, რა კოსმიური კავშირია 23-ს, 17-ს და სამყაროს ფორმას შორისო. არა და ეგ რიცხვები უბრალოდ საწვავი იყო ძრავისთვის. მოკლედ, საბოლოოდ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რამანუჯანი რეალურად არ ითვლიდა ამ ციფრებს ტრადიციული გზით. მისი გენიალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის ინტუიციურად ხედავდა თავად პროცესს, იტერაციის ოკეანეს. ზუსტად ესებრია. და ის რიცხვები უბრალოდ ტალღები იყო ზედაპირზე, რომელსაც ის მოეჭიდა. ის ხვდებოდა, რომ რა რიცხვიც არ უნდა აეღო, მათემატიკის ეს შინაგანი დინება მას მაინც ნაპირზე გამორიყავდა. ეს აჩვენებს, რომ გენიალური ინტუიცია სინამდვილეში არის ამ იტერაციული ჰომეოსტატური პროცესების ქვეცნობიერი აღქმა. ჩვენი გონებაც ხომ ბიოლოგიურია, ისიც ასე მუშაობს. მართლა საოცარია. დღეს ჩვენი მსმენელისთვის იმდენი რამ განვიხილეთ. აი შენ რომ გვისმენ, დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ მათემატიკა არ არის უბრალოდ ცივად ამოკვეთილი წესების კრებული. ის არის მოქნილი, თვითაღდგენადი პროცესი, სადაც შეცდომა პროცესის ნაწილია. კი. და სადაც ჩვენ ადამიანებს გვაქვს ძალა ავირჩიოთ ის ლოგოსები, რომლებზეც ჩვენს რეალობას ვაშენებთ. ნამდვილად. და სანამ დავემშვიდობებით, მინდა ერთი პროვოკაციული ფიქრი დაგიტოვოთ. თუ ამ კონკრეტულმა რეკურსიამ გვაჩვენა, რომ რიცხვებს აქვთ ერთგვარი ბიოლოგიური თვითგადარჩენის და შეცდომის გასწორების მექანიზმი ადამიანის ჩარევის გარეშე, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ თავად ინფორმაციას, ციფრულ ქსოვილს გააჩნია სიცოცხლის ევოლუციური ფორმა. იქნებ შემდეგ ჯერზე, როცა კალკულატორში შეცდომას დაუშვებ, დაფიქრდე, იქნებ სადღაც უფრო ღრმა დონეზე მათემატიკა უკვე მუშაობს ამ შეცდომის გამოსწორებაზე შენს მაგივრად. ვაუ, ეგ მართლა მაგარი ფიქრია. ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება. მოკლედ განაგრძეთ საკუთარი აღმოჩენების ძიება. შევხვდებით შემდეგ ჯერზე. დროებით. ნახვამდის.